71 წლის პენსიონერი, რომელსაც ოკუპანტებმა სამაჩაბლოში საკუთარი სახლკარი გადაუწვეს და ოჯახიდან გამოაძევეს, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. 71 წლის პენსიონერის სიტყვები სასამართლოსთვის დღეს არაფერს ნიშნავდა. კაცი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობას 4 ოქტომბერს აპროტესტებდა, საშიშად მიიჩნია რეჟიმის კონტროლირებად მას სასამართლომ. მარია მაკასარაშვილთან ვინაცვლებთ ახლა ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს, ესწრებოდა პროცესს, სადაც არაერთი ემოციური სიტყვა მოვისმინეთ. მარიამი ახალი ამბების სამსახურს სასამართლო დარბაზიდან უყვებოდა, რომ ბრალდებულების ნაწილი ტიროდა. მარია, მოგვიყევი, რა ხდებოდა? საკმაოდ მძიმე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 საათიანი პროცესი, რადგან 5 ბრალდებული და მთელი დარბაზი ტიროდა იმ დროს, როდესაც დაკავებულმა იური ლომიძემ მიმართა მოსამართლეს. ასევე საკმაოდ ემოციური იყო სამოქალაქო აქტივისტის მარია მეყანწიშვილის სიტყვაც. დღეს პოლიციელები, სამოქალაქო აქტივისტები, ხელოსნები ყველა ერთად ამბობდნენ სხდომათა დარბაზში, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები და 4 ოქტომბერს ქუჩაში გავიდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყანა დაეცვათ. მოსამართლე ლელა კალიჩენკო 4 პირი 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა და დააკმაყოფილა მხოლოდ ერთი შუამდგომლობა ბრალდების მხარის და მარიამ მეყანწიშვილს შეუფარდა 10,000 ლარიანი საპატიმრო გირაო. მას შემდეგ, რაც ამ 10,000 ლარს გადაიხდიან იურისტები, რამდენიმე საათში უკვე სამოქალაქო აქტივისტი მოახერხებს, რომ საპატიმრო დაწესებულება დატოვოს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა საზოგადოებას იმისთვის, რომ გირაოს ეს თანხა შეეგროვებინათ. მარიამ მეყანწიშვილის დედა არის ახლა ჩვენთან ერთად. მას შეგვიძლია გავესაუბროთ. ქალბატონო ლამზირა, თავდაპირველად ჩვენს მაყურებელს არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი ყურით მოისმინოს, რა ხდება სასამართლო პროცესზე. საკმაოდ ემოციური იყო დღეს პროცესი. გითხარით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რა მოლოდინები გქონდათ თქვენ? დიახ, კარგით. საკმაოდ მძიმედ წარიმართა პროცესი, ახლა სასამართლო პროცესი ყველას მოიხსენება, რომ არ არის ესეთი მარტივი და იული მოსასმენით თითეული ბრალდებული ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას და ასევე ჩემი შვილიც, განსაკუთრებით რაც შემიძლია პირველ რიგში არ მინდა დამავიწყდეს ის კეთილი ადამიანები, ვინც ჩემს შვილს დაეხმარნენ და რამოდენიმე საათში 10,000 ლარი გირაოს სახით შეუგროვეს, რამაც განაპირობა მარიამის დროებით გათავისუფლება, დროებით კი არა, გათავისუფლება, პროცედურები კიდევ წარიმართება, მაგრამ მთავარია, რომ მარიამი თავის შვილს რამდენიმე საათში, ხვალ მაინც ჩაეხუტება მინიმუმ და ის დათრგუნული ბავშვი რაღაც დედობრივი გრძნობით რაღაცას მაინც დაიბრუნებს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ვერ ვიტყვი, უსმენდა მოსამართლე ყველა ბრალდებულს. რამდენიმე შეკითხვაც დაუშვა მოსამართლემ ზოგიერთს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უფრო მეტად ვიდრე ჩემი ყურადღებაც მიიპყრო დავით გიუნაშვილი, ხომ, რომელიც ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას და სამაჩაბლოდან დევნილი და როდესაც მის ისტორიას ყვებოდნენ და ეს ამ ადამიანის გვერდით მარიამი იჯდა, მარიამმა შეხედა მის გადაღლილ ხელებს და ემოციურად აუტყდა ქვითინი და ტირილი. ცოტა არ იყოს როგორც მშობელი შემეშინდა, იმიტომ რომ მარიამი ცოტა განსხვავებული გოგონა, მიუხედავად იმისა, არის ამბოხა ლიდერი. მაგრამ აქვს ძალიან ისეთი დამოკიდებულება სუსტის მიმართ, რომ ვერ იტანს, ასე ვთქვათ, რომელიმე ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყოფას და აჩვენებდა მოსამართლეს მის ხელებს, თუმცა თვითონ დასაცველი იყო ამ დროს და სხვას იცავდა. მას კი შეუხედავს მოსამართლეს მის ხელებზე. თუმცა მარიამს მიაქცია ყურადღება, როდესაც ასე ემოციურად განიცდიდა მარიამი მის მდგომარეობას, რომ დამშვიდებულიყო. ცოტა არ იყო ძმეთ შემეშინდა მე, მაგრამ მალევე თურმე ისა ადვოკატი ყავდა ახლოს და დაამშვიდა მარიამი.
და მარიამს უთქვამს, რომ მე არ გამიგონია და ადვოკატი საუბრობდა ამას, შეიძლებაო ეს 10